ევროპაში მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 75 წელი გავიდა. 1945 წლის 8 მაისს გერმანიამ უპირობო კაპიტულაცია გამოაცხადა. მეორე მსოფლიო ომი ოფიციალურად 1919 წლის 1 სექტემბერს ნაცისტური გერმანიის პოლონეთზე თავდასხმით დაიწყო. თუმცა ამ ინტერვენციის წინ 1939 წელს ავსტრიის და ჩეხოსლოვაკიის ოკუპაცია უძღვოდა. 1939 წლის 23 აგვისტოს გერმანიისა და საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტს მოაწერეს ხელი, რომელიც თავდაუსხმელობის ხელშეკრულებითაა ცნობილი. თუმცა რეალურად ორმა იმპერიამ ევროპა გაინაწილა. სწორედ ამ პაქტის საფუძველზე 1919 წლის 17 სექტემბერს პოლონეთის საზღვარი აღმოსავლეთიდან უკვე წითელმა არმიამ გადაკვეთა. მომდევნო წელს კრემლმა ბალტიის სამი სახელმწიფოს ოკუპაცია მოახდინა. შემდეგ 1941 წლის 22 ივნისს ჰიტლერი საბჭოთა კავშირს დაესხა თავს. ალყაში მოაქცია ლენინგრადი, მიუახლოვდა მოსკოვს, თუმცა გადაწყვეტ გამარჯვებას მაინც ვერ მიაღწია. უკეთეს შეიარაღების საპირისპიროდ საბჭოთა კავშირის მხარეს სასარგებლოდ მოქმედება გენერალი ზამთარი ტერიტორიული ზრდიდა, რიცხობრივი უპირატესობა და ლენდ-ლიზის პროგრამა. საბჭოთა კავშირმა ამ პროგრამით 20,000 ფირფიტნავი, 13,000 ჯავშან ტექნიკა, 400 საზღვაო ხომალდი, 500,000 ავტომობილი, 1900 ლოკომოტივი, 11,000 ვაგონი, 300,000 ტონა ალუმინი, 2,5 მილიონი ტონა საავიაციო ნავთი, 15 მილიონი წყვილის სახმელეთო შექვა, 4,500,000 ტონა სურსათი მიიღო. საწყის წარმატების მიუხედავად მესამე რაიხი ბოლოს მსოფლიოს წინაშე მაინც უძლური აღმოჩნდა. მართალია გარატეხა 1953 წელს სტალინგრადის ბრძოლაში მოხდა, მაგრამ იმავე ლენდ-ლიზის გარდა არ შეიძლება მეორე ფრონტისა და ნორმანდიის ოპერაციის დავიწყება. კაპიტულაციაში ყველა მხარესთან ხელი 7 მაისის ღამეს რეინგში მოეწერდა, ძალაში 8 მაისს შევიდა. გერმანიის მხრიდან მას გენერალ-პოლკოვნიკი ალფრედ იოდლი აწერდა, საბჭოთა კავშირის მხრიდან გენერალი ივან სუსლოპაროვი, რომლის ჩინით სტალინმა სათანადოდ არ მიიჩნია და მეორე დღეს ახლა უკვე ჟუკოვის წინაშე მოაწერინა ხელი ფელდმარშალ კაიტელს. ამ დროს მოსკოვის დროით უკვე 9 მაისი იყო, რის გამოც საბჭოთა კავშირში გამარჯვების დღეთ 9 მაისი გამოცხადდა. ევროპაში ბრძოლების დასრულება მეორე მსოფლიო ომის დასასრულს ჯერ კიდევ არ ნიშნავდა. იაპონია წინააღმდეგობას განაგრძობდა. საბჭოთა კავშირმა იაპონიასთან დადებული თავდამსხმელობის შეთანხმება დაარღვია. კურილის კუნძულები დღემდე რუსეთს აქვს ანექსირებული. ჰიტლერს ერთდროულად უხდებოდა ბრძოლა საბჭოთა კავშირთან, ბრიტანეთთან და შეერთებულ შტატებთან, რომელიც ტერიტორიულად შორს იყო და გერმანული თვითმფრინავები მას ვერ წვდებოდნენ. საგულისხმოა, რომ 6 წლის განმავლობაში გერმანიამ, რომელიც რამდენიმე ფრონტზე იბრძოდა, 5,5 მილიონი ჯარისკაცი დაკარგა. საბჭოთა კავშირმა 4 წელიწადში ორჯერ მეტი, 11 მილიონი ჯარისკაცი. 1945 წლის დამდეგისთვის ომის ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო, მაგრამ ბერლინის აღების ოპერაციის დაწყებამდე ჰიტლერი დანებებას არ აპირებდა და უკვე არარსებულ არმიებს გარკვეულ ბრძანებებს აძლევდა. 30 აპრილს ფიურერმა თავის მოტყუება შეწყვიტა და სიცოცხლე მეუღლე ევა ბრაუნთან ერთად თვითმკვლელობით დაასრულა. თვითმკვლელობით დაასრულეს სიცოცხლე პროპაგანდის მინისტრმა, გებელმა და მისმა მეუღლემ. იქამდე კი 6 შვილს სასიკვდილო ინექცია გაუკეთეს. კაპიტულაციაში ყველა მხარესთან ხელი 7 მაისის ღამეს რეინგში მოეწერდა, ძალაში 8 მაისს შევიდა. გერმანიის მხრიდან მას გენერალ-პოლკოვნიკი ალფრედ იოდლი აწერდა, საბჭოთა კავშირის მხრიდან გენერალი ივან სუსლოპაროვი, რომლის ჩინით სტალინმა სათანადოდ არ მიიჩნია და მეორე დღეს ახლა უკვე ჟუკოვის წინაშე მოაწერინა ხელი ფელდმარშალ კაიტელს. ამ დროს მოსკოვის დროით უკვე 9 მაისი იყო, რის გამოც საბჭოთა კავშირში გამარჯვების დღეთ 9 მაისი გამოცხადდა. ევროპაში ბრძოლების დასრულება მეორე მსოფლიო ომის დასასრულს ჯერ კიდევ არ ნიშნავდა. იაპონია წინააღმდეგობას განაგრძობდა. საბჭოთა კავშირმა იაპონიასთან დადებული თავდამსხმელობის შეთანხმება დაარღვია. კურილის კუნძულები დღემდე რუსეთს აქვს ანექსირებული. ომმა საბოლოო ჯამში 70 მილიონზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ყველაზე მეტად კი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები დაზარალდნენ, სადაც ერთი ტოტალიტარული რეჟიმი მეორემ ჩაანაცვლა. ბულგარეთს, რუმინეთს, ჩეხეთს, სლოვაკეთს, უნგრეთს, პოლონეთს თითქმის ნახევარი საუკუნე დამოუკიდებლობა პრაქტიკულად დაკარგული ჰქონდათ. მოსკოვის პირდაპირი გავლენის ქვეშ იყო მოქცეული აღმოსავლეთ გერმანიაც. 6 და 9 აგვისტოს ჰიროსიმასა და ნაგასაკიში ატომური ბომბების ჩამოყრის შემდეგ იაპონია იძულებული გახდა 14 აგვისტოს წინააღმდეგობა შეეწყვიტა. 2 სექტემბერს კი კაპიტულაციაზე მოეწერა ხელი. მოსკოვი გამარჯვების 75 წლის თავის საზეიმოთ აღნიშვნას აპირებდა, რასაც ხელი კორონავირუსის პანდემიამ შეუშალა. ამავე დროს ბალტიის სამმა სახელმწიფომ ერთობლივი მართვა გაავრცელა და კრემლი ისტორიის გაყალბების ცდილობაში დაადანაშაულა. სამი პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილ განცხადებაში ნათქვამია, რომ რიგმა სახელმწიფოებმა რეალურ თავისუფლებას არა 1945, არამედ 1990-91 წლებში მიაღწიეს.
ჰოლოკოსტის სახელით ცნობილია მეორე მსოფლიო ომის პერიოდში გერმანიის ნაცისტური ხელისუფლებების და მოკავშირეების მიერ განხორციელებული ებრაელების, ასევე ბოშების, ჰომოსექსუალების და სხვა უმცირესობების მასობრივი გენოციდი. განადგურებული იქნა 6 მილიონზე მეტი ებრაელი. მოკლული საბჭოთა სამხედრო ტყვეების, პოლონელი ინტელექტუალებისა და სხვების გათვალისწინებით მსხვერპლის რისკი გაცილებით დიდია. შუა ტერმინი, რომელსაც ხმარობენ ებრაელი გერმანელები ნაცისტების პოლიტიკის, ებრაელების ეთნოსის გეგმური განადგურების გამოსახატავად. ამ სიტყვამ ებრაულ ტრადიციაში უფრო ნაკლებად კორექტული ტერმინი ჰოლოკოსტით შეცვალა. 2005 წელს BBC-ს ინტერვიუში ე ვიზელმა განაცხადა, რომ უარს აცხადებდა სიტყვა ჰოლოკოსტის ხმარებაზე ებრაელებთან მიმართებაში. ებრაელები იყვნენ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჯგუფი, რომელიც განადგურებას ექვემდებარებოდა თანასწორად სლავებისა და საბჭოთა ტყვეებისა, რომელთაგან უკანასკნელი ითვლებოდნენ ბოლშევიზმის დაავადებულებად. პროგრამა ებრაელების საკითხის საბოლოო გადაწყვეტა იყო, ერთ-ერთი ყველაზე უპირატესი დავალება გერმანული პოლიტიკისა. შუას მსხვერპლად ითვლება ევროპის 6 მილიონი ებრაელი, თუმცა მსხვერპლთა სრული სია არ არსებობს. ომის ბოლოს ნაცისტების სიკვდილის ბანაკების კვალსაც კი აქრობდნენ. დარჩენილია ცნობები უკვე გარდაცვლილი ხალხის განადგურებისა საბჭოთა არმიის მოსვლამდე. იერუსალიმში ჰოლოკოსტის მუზეუმში იად ვაშემ ინახება პერსონალური დოკუმენტი დაახლოებით 3 მილიონი მსხვერპლის შესახებ. სტატისტიკური მონაცემებით, რომელიც გამოსცა მუზეუმმა იად ვაშემ, ჰოლოკოსტის ენციკლოპედია დაიღუპა 3 მილიონამდე პოლონელი ებრაელი, 1,2 მილიონი საბჭოთა ებრაელი, 140,000 ლიტველი ებრაელი და 70,000 ლატვიის ებრაელი, 560,000 უნგრეთის ებრაელი, 280,000 რუმინეთის, 140,000 გერმანიის, 100,000 ჰოლანდიის, 80,000 საფრანგეთის, 80,000 ჩეხეთის, 70,000 სლოვაკეთის, 65,000 საბერძნეთის, 60,000 იუგოსლავიის. ბელორუსიაში 800,000-ზე მეტი ებრაელი იქნა განადგურებული. ბალტიისპირეთის გერმანულმა სახელმწიფომ ებრაელთაგან გაწმენდილი ზონა უწოდა. ებრაელი მოსახლეობა 100%-ით იქნა განადგურებული. და მიუხედავად შეუნიღბავი დისკრიმინაციული პოლიტიკისა ებრაელების მიმართ, გენოციდი არ დაწყებულა ნაცისტების ხელისუფლებაში მოსვლისთანავე. ნაცისტები თავიდანვე ცდილობდნენ ებრაელები გაეძევებინათ ქვეყნიდან, მაგრამ მათ წასასვლელი არცად ჰქონდათ. ევროპელი ებრაელებისათვის ჰაიმ ვეიცმანის ცნობილი გამონათქვამით, მსოფლიო გაიყო ორად: ადგილი, სადაც მათ არ შეეძლოთ ცხოვრება და ადგილი, სადაც არ შეეძლოთ მოხვედრა. დევნილების ზურგი შეაქციეს სხვა ქვეყნებმა. საერთაშორისო კონფერენცია დევნილების შესახებ ევიანში მოწვეული 1938 წლის ივლისში აშშ-ს პრეზიდენტ ფრანკლინ რუზველტის მიერ დასრულდა სრული მარცხით. დომინიკალური რესპუბლიკების გარდა 32 მონაწილე ქვეყნებიდან არც ერთმა არ მისცა მცირეოდენი შანსიც კი გერმანიიდან და ავსტრიიდან დევნილ ებრაელებს. ამასთან დიდი ბრიტანეთი ზღუდავდა ემიგრანტების დინებას მისი კონტროლის ქვეშ მყოფ პალესტინაში. ნიურნბერგის კანონმა 1935 წლის 15 სექტემბრიდან წერტილი დაუსვა გერმანიაში ებრაელების თანასწორუფლებიანობას და ამ მიერიდან მათ რასობრივი ტერმინებით განასხვავებდა. ანტისანიტურმა ისტერიამ გერმანიაში მიიყვანა 1938 წლის 9 ნოემბრის ღამე, ებრაელთა სინაგოგებისა და მაღაზიების მასშტაბური განაჩენამდე, რომელიც შევიდა ისტორიაში როგორც ბოლის ღამე. 1933-1939 წლებში გერმანიიდან და ავსტრიიდან 330,000 ებრაელი გაიქცა. დაახლოებით 100,000 ებრაელი დევნილები გერმანიიდან და ავსტრიიდან მეზობელ ქვეყნებში გადავიდნენ, მაგრამ იდევნებოდნენ უკვე ომის პერიოდში. 1939 წლის დასაწყისში ჰიტლერმა 4-წლიანი გეგმის შემსრულებელს გერმან გერინგს დაავალა მოემზადებინა გეგმა ებრაელების გერმანიიდან განსადევნად. მეორე მსოფლიო ომის დასაწყისისთვის არა მარტო გაიზარდა მათი რიცხვი, არამედ გაართულა კიდეც ლეგალური ემიგრაცია. 1940 წელს 1950 წლის დასაწყისში ნაცისტები ამუშავდნენ რამდენიმე ვარიანტის ებრაული საკითხის გადასაწყვეტად. სთავაზობდნენ საბჭოთა კავშირს მიეღო რეიხის ებრაელები, გეგმა მადაგასკარი და ლიუბლინი. არც ერთი ამ პროექტიდან არ იყო შესრულებული. ომი ეს არის საშინელება, იმედია 21 საუკუნეში აღარ დაუშვებენ ომის განმეორების საშუალებას და გვექნება მშვიდობა. ჩვენ, მომავალი თაობა, ვიბრძოლებთ მშვიდობისთვის და წესრიგისთვის, რათა მსოფლიოში მშვიდობა დამყარდეს.